დავწერე ბანერი, ნაციხელიძე უკვდავია და წავედი პარლამენტის შენობისკენ. ხალხი მარჯვენა მხარეს იყო, რომელსაც პოლიციის კორდონი ჰქონდა შემორტყმული და გადაწყვეტა, რომ ამ კორდონში კი არა, მოპირდაპირე მხარეს პარლამენტის მხარეს უშუალოდ საფეხმავლო ბილიკზე დამდგარიყავი. როგორც კი გადავწყვეტა ბილიკთან მიახლოვება, პოლიციამ ძალის გამოყენებით გადამიყვანა მეორე მხარეს და ვეკითხებოდი, რატომ არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ დამდგარიყავი მეორე მხარეს, თუმცა არავის არ განუმარტავს, რატომ ზღუდავდნენ ჩემი გადაადგილების უფლებას. ვექიდე კიდევ გადავედი მეორე მხარეს, რადგანაც კიდევ ერთხელ გადმომიყვანეს აქციის მომიტინგეების მხარეს და მითხრეს, რომ თუ გაპროტესტება მინდოდა, იქ გამოპროტესტებინა. ჩემთვის ეს მითითება და ბრძანება არ წარმოვადგენს არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამიტომ ავდექი და კიდევ ერთხელ გადავედი მეორე მხარეს და ვეცადე, რომ უფრო ქვემოთ დამდგარიყავი, სადაც სიახლოვეს არ იყო არც პოლიციელი, არც რაიმე აქტივისტი, იმიტომ რომ მინდოდა, რომ ჩემი მომზადებული მესიჯი უბრალოდ მკაფიოდ გამოჩენილიყო. რამდენიმე წამში ისმის უბრალოდ დააკავეთ და მორბიან ჩემგან პოლიციელი.